საქართველოს სუპერლიგის ჩვენების გენერალური სპონსორია ახალი Kia Cerato. სუპერლიგის ჩვენების სპონსორია ევროპაბეთი. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინტერნეტ პარტნიორია MyVideoG. MyVideoG, შენი ვიდეო პორტალი. ალბათ გვყავს დაგვიანებული ტელემაყურებელი, სწორედ მათ საყურადღებო დღეს სუპერლიგის, ანუ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურია. ერთმანეთის პირისპირ 14 საათზე წარდგნენ ფავორიტები, ჩემპიონატის ფავორიტები, გუნდები, რომლებიც ოქროს მედლებისათვის იბრძვიან. ეს არის ოლიმპიისა და არმიის გუნდები. თუ ტაბლოზე ანგარის დავაკვირდებით, შეიძლება გაოცდეს მაყურებელი 50-25 ოლიმპის სასარგებლო. დიახ, პირველი ტაიმი წარიმართა ოლიმპიელთა აშკარა უპირატესობით და გულისაბედაშვილმა 28 ქულამდე გაზარდა ანგარიში. სამქულიანი მისით ყორცდა აშკარა უპირატესობით წარიმართა და იყო შემთხვევა, როდესაც სხვაობამ 29 ქულას მიაღწია. არაფერი არ გამოგზის არმიას. არ შორიდან ყორცნები, არც საშუალოდან ფარღალავა ჯარიმა, აი ახლა იქნება თუ არა სამქულიანი. არა და პირველ მოძრაობაში იყო, მაგრამ მერე უკვე არა გვერდიდან. მაგა კუბადაძე, ზაზა მაჩალაძე და დავით ბერეკაშვილი. სამი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ემსახურება მატჩს, რომლის კომისარი მერაბ რატიშვილია. არ ვიცი ახლა რას ანიშნავს მერაბ რატიშვილი მსარს, მაგრამ მე მგონი ყველაფერი წესრიგშია. 50-25-28 ქულა. სხვაობა თამას გვერდიდან განაახლებს არმია. სწრაფად მოვახსენებთ ორივე გუნდის სრული შემადგენლობის შესახებ. მე ხუთეულებსაც გაგაცნობთ ჩემს გვერდში იმყოფება საქართველოს ერთ-ერთი მე ვიტყოდი დამსახურებული საკალათბურთო ჟურნალისტი, უკვე გამოცდილი მიუხედავად ახალგაზრდული წლებისა, ვაჟა სიმონიშვილი, რომელმაც მართლაც ყველაფერი იცის თუ რა ხდება კალათბურთში, არა მარტო პარკეტზე, არამედ მის ქვემოთაც. და არა მარტო სუპერლიგაში, არამედ ევროლიგაში და FIBA-ს ეგიდით გათამაშებულ ყველა მატჩებში. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით დავტვირთავთ ვაჟას. ამასობაში ოლიმპის სრული შემადგენლობა გიორგი გულისაბედაშვილი, სტენ სოკი, მიხეილ ბერიშვილი, ტარიელ თავადგილაძე, ირაკლი მიქელაძე, ნოდარ თენეიშვილი, ლევან პაცაცი, აგაგი დვალიშვილი, საჯარიმოზე ბერიშვილია. შემდეგ საბა ლობჟანიძე, სტეფან მილოშევიჩი და მარტინას ანდრიუკაიტის. 55-25 პირველად გახდა 30 ქულა სხვაობა ანგარიში. ოლიმპის გუნდის თავმჯდომარე გია კაზანჯიანი. რაც შეეხება არმიას, გიორგი გამყრელიძე, ზვიად ბაბიაშვილი, ანატოლი ბოისავა, ახნაგ მინაშვილი, ბექა წივწივაძე, ბესიკ ლეჟავა, ირაკლი საღვარელიძე, გიორგი შარაბიძე, გიორგი ჯგერენაია, ლაშა პარღალავა. ყველა მიიღო მონაწილეობა არმიელთა დღევანდელ მატჩში და კიდევ ერთი არა ზუსტი შეტევის შემდეგ კონტრშეტევა, რომელიც დასრულდა შედეგიანად. კაზანჯიანი, ჯაკობოვი, ეს მისი ერთ-ერთი ასისტენტია და ნერვიულობს კაზანჯიანი. საინტერესოა, რომ სხვაობა უკვე 23 ქულა და მწვრთნელის სახეზე ვაჟა ვერასდროს ვერ მოიკითხავ, ვერც სიხარულს, არ უпроსტოდ სიხარულს ვერ მოიკითხავ, როცა იგებს მისი გუნდი, თორე სულ ყოველთვის გაბრაზებული სახიას ყველა მწვრთნელს ეს გია კაზანჯიანს არ ეხება. ფარღალავა სწორი გადაწყვეტილება, რადგან უნდა ესროლო აგერ ვაჟა მხრეიძე, კოტე ტუღუში და მათთან ერთად ანატოლი ბერიშვილი, რაც შეეხება ლაშა ფარღალავას, რომლის საშუალო ნადავლი 9.7 ქულაა. ჩვენ გვახსოვს მატჩები, როდესაც მას 7 და 8 სამქულიანი ჩაუგდია. აი ახლა ბოისამ მოხსნა, შემდეგ ლეჟავა სამქულიანი არ წაუვიდა, შარაბიძემ მოხსნა, თითქოს გამოაფხიზლეს თამაში სამწამიაში, მაგრამ ეს მხოლოდ ჯერჯერობით ერთი ეპიზოდია. წივწივაძე, შარაბიძე აქედან მან ჩააგდო პირველ პერიოდში, ჩააგდო სხვადასხვა 6 ქულა მოუტანა გუნდს 2 წუთში. საერთოდ მისი ნადავლი რამდენი? 6 დარჩა. ვეღარ მოუმატა აქ დაცვაში კვლავ ყურადღებიანი თამაში. წივწივაძე 3, უნდა ესროლოს. ჩააგდო 3 ქულა. 58-21. სხვაობა 27 ქულა, ძალიან სერიოზული
სხვაობა ზუსტად იმდენი, როგორც დამთავრდა პირველი ტაიმი. ვაჟა, პირველ ტაიმს არა მარტო შენ, არამედ შენთან ერთად შენი რამდენიმე კოლეგა ადევნებდა თვალს, რა თქმა უნდა, ერთმანეთს უზიარებდით. ჯარიმა, პერსონალური შენიშვნა თამას გვერდიდან განაახლებეთ. უზიარებდით თქვენ აზრს და რა სიტყვი. რა ვიცი, ნამდვილად ჯერ პირველი ტაიმის შესახებ. დიახ, ნამდვილად არ მოველოდით ასეთ სხვაობას ალბათ არც ჩვენ, არც არმიელები და ალბათ არც ოლიმპიელები, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, არმიაც კარგი გუნდია, ოლიმპიც და თანაბარი თამაში ლოგიკური იყო უფრო, მაგრამ ეს არ არის თანაბარი. ლოგიკური იქნებოდა. დიახ, ლოგიკური უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე არ არის და ეს უმთავრესად არ ვიცი, ალბათ დიდი დამსახურება იმის, რომ ოლიმპს გამოკვეთილი უპირატესობა აქვს ფარქვეში რა და ეს სტევან მილოშევიჩის დამსახურებით შეიძლება ასეც ითქვას, გუნდს ძალიან ფარქვეშიდან ჩაგდებული ორჯერ მეტი ბურთი აქვს პირველ ტაიმში და მოხსნებში არ არის ესეთი დიდი უპირატესობა, მაგრამ ეს რეალიზებული ბურთებში სამწამიანი ზონიდან ეს ზუსტად გეტყვით თუ გნებავთ 22 ჩააგდო ოლიმპმა პირველ ტაიმში და 12 არმია ფარქვეშიდან. და პირველ ტაიმში ვაჟა, თუნდაც პროცენტული ორქულიანების საერთოდ ხორცების პროცენტულობა არის 59 ოლიმპის და 25 20 ნაკლები 24 და 4/10 არმიის. რა თქმა უნდა, ფაქტიურად ორჯერ ნაკლები პროცენტულობით აგდებენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ხორცნები არ გამოძით. რაოდენობა ხორცნების არ არის ძალიან დიდი სხვაობა. ხორცნებში მართალია პირიქით არმიამ უფრო მეტი ესროლა 41 ესროლა არმიამ 35 ესროლა ოლიმპმა და 10 ჩააგდო არმიამ და 17 ჩააგდო ოლიმპმა ეს მთლიანად ხორცნები მახვედრობაში და შეეხება ბურთების მოხსნას ანუ რიბაუნდებს აქ არის 24-26 არც აქ არის სხვაობა სამქულიანები 11 და 5 ჩააგდო ოლიმპის გუნდმა 6-დან 3 არმიამ ამ პროცენტულობაში ფაქტიურად დიდი სხვაობა აქ არ არის, არმიელებს უფრო მეტი აქვს ჩაგდებული სამქულიანები, მაგრამ აი ორქულიანებში მოიგონებენ. 35 ორქულიანი შეტევიდან, ანუ ან სამწამიანიდან, ან ცოტა შორი მანძილიდან 7 ბურთი გამოიყენეს არმიელებმა. 20% როცა 50%-ია ოლიმპის გუნდის წევრების შედეგიანობა. აი სწორედ ეს არის აი ამ შედეგის, ამ ანგარიშის ძირითადი მიზეზი. ფარღალავა. კიდევ ერთი არაზუსტით ხორცნა 58-31 პაცაცია ფარღალავა მიქელაძის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ როგორც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პერსპექტიული შემდეგ პაცაცია მარცხნივ კარგი პაცი გულისაბედაშვილი და გულისაბედაშვილმა უარი თქვა იმ ხორცნაზე რომელიც მისთვის დამახასიათებელი ამ წერტილიდან სადაც მიიღო თან მერე ჩვენ კარგად იცი მისი მანერა ხორც ბუქნი, პატარა ბუქნი, ნახტომი. ამ ბუქში კი მიდის წამის რაღაც მეათედი, მაგრამ მაინც ასრებს ხოლმე. საჯარიმოზე ფარღალავა, რომლის საშუალო ნადავლი ჩვენი დამხმარე ტექნიკოსის ასე ვიტყვი დავით ვალიშვილის საშუალებით ჩვენ მივიღეთ 9.7 გულაბა ჯარიმები ნახოთ როგორ ისურის ჯარიმებს ფარღალავა 58-31 ორი ჯარიმა უნდა ისროლოს. ჩააგდო ერთი. ჯარიმები 4-დან 3, 2-დან 1, 2-დან 2, 2-დან 2, 3-დან 3. გენიალურად ისურის ჯარიმებს. და არც ახლა შეირწყვინა თავი, თუმცა ისიც თქვა ვაჟა რომ პირველ ტაიმში ფაქტიურად ჯარიმა სასროლიც არ აქონიათ. დიახ, არც ერთი ჯარიმა არ უსურვიათ პირველ ტაიმში არმიას გადადმოწელებს და ერთი ჩავიხედო სტატისტიკაში. არც ერთი ჯარიმა არ უსურვიათ. ნუ თუ მართლა არ უსურვიათ არმიელებს, არც ერთი ჯარიმა 0-დან 0. ეს პირველი შემთხვევაა. ისე გინესის წიგნში შესატანია. მილოშევიჩი. უცნაური მოძრაობა გააკეთა ახლა მილოშევიჩმა. მე მეგონა რომ ეს ბურთი აღარ ჩავარდებოდა, იმიტომ რომ მაშინ უნდა ჩაედო ბურთი და ზონა დაახანა, მაგრამ მაინც მისდით, ყველაფერი მისდით. 60-33. არა, ასეთი რამე მართლაც და საინტერესო არის კიდევ რომ იდეალური შემთხვევა. ხოჩახ ცივცივაძე, აი მაშინ როდესაც
ეს იყო გადაგდებული ბურთი წიწივაძე ჩინებული ოსტატია სამქულიანების და არაერთხელ გვიქია წიწივაძე და აი აქ შეგვიძლია ვნახოთ მისი წლევანდელი მე უფრო გასული სეზონები მოქმედებაში რომ სამქულიანებში მას არაერთხელ განუცვიფრებია მართალია მიმდინარე სეზონი არ არის მილოშევიჩის კიდევ ერთი კარგი თამაში 62-36, მაგრამ აი წიწივაძის სამქულიანზე ვსაუბრობთ. სასწაული ბურთი ჩავარდა. ნახოთ ახლა. გამყრელიძე რომელსაც სროლა არ წაუვიდა აქედან კი უნდა ესროლა და ხოჩახ შარაბიძე. უნდა ესროლა. დიახ, რა თქმა უნდა. და მიზეზი ქონდა რომ არ ესროლა. ფსიქოლოგიურად უკვე შეძლკა, იმიტომ რომ არ წაუვიდა ხორცნები არავის და მაინც ხოჩახ რომ ჩააგდო. შარაბიძე რომელიც მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ცენტრალური თავდამსხმელია, მისი თამაშები ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, საუკეთესო თამაშები თუნდაც ასეთ ძნელ მატჩებში. აი ახლა მილოშევიჩი წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არა მარტო მას, ყველას უჭირს. თან მაღალი, თან წონას კარგი აქვს მილოშევიჩ, ნახტომიც, გულისაბედაშვილი. ეს მისი ჩვეული მანერა ლეჟავა თამაშობს. ძალიან მაღალი ნახტომი და ესეც არ წავიდა. ბესიკ ლეჟავას ტექნიკური ბანერზე შეტევისთვის და სამწუხაროდ ჩვენი რადიოს ბანერია შეტევის ობიექტი. ნუ რა თქმა უნდა ახლა ეს ლეჟავას არ უნდა და ძალით ეს არ გაუკეთებია, ყველაფერი უნებლიეთ მოხდა, მაგრამ რას იზამ? გუნდი დაჯარიმდა. ჯერ ერთი შეტევა და მერე გვერდიდან შემოტანა თამაშის, მაშინ როდესაც სასწაულზე ფიქრობენ რომ იქნებ წავიდეს ხორცნების სამქულიანი შეტევები, დაცვაშიც კიდე მოუმატეს ცოტა მოუჭირეს რომ იტყვიან, თუმცა მოჭერა რო შველიდეს საქმეს, მე მგონი თავიდანვე მოჭერილები იქნებიან ორივე გუნდის წევრები დაცვაში. არაფერი არ შველის. სხვაობა არის 26 ქულა. 2.52 წამი. ერთად შველა ის არის ამასობაში 94-ში დაბადებული მიქელაძე, სამქულიანი, ვნახოთ რამდენია მისი ნადავლი. 9 ქულა. ხოჩახ მიქელაძე, შარაბიძე და დვალიშვილი. სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ვინ ესურის? საყვარელიძე უნდა ესროლოს. ვინ მოხსნის? მოხსნა წიწივაძე. შარაბიძე, დვალიშვილი, აი ახლა შარაბიძის დატვირთვა შეიძლება. შეიძლება დატვირთვას კიდეც, მაგრამ შარაბიძემ უკვე ინდივიდუალურად უნდა ითამაშოს, მაგრამ არ გამოსდის. მოხსნა გამყრელიძემ. აი ამ ერთუთიან მონაკვეთში მეტოქის ბარზე კარგად თამაშეს არმიელებმა, მაგრამ ხორცნა მარაზუსი 67-38. 2 წუთი მესამე პერიოდის დამთავრებამდე. ფაცაცია, ბერიშვილი, კარგად თამაშობს ბერიშვილი, მაგრამ მანამდე იყო ჯარიმა, ფარღალავა ჯარიმდება. გვერდიდან ლიმიტი ამოწურული აქვს ოლიმპს, 5 ჯარიმა აქვს. რაც შეეხება არმიას, ეს მათთვის უკვე მეოთხე გუნდური შენიშვნა. ისიც ლიმიტი ამოწურულია უკვე. პაცაცია, მიქელაძე, ბერიშვილი. მეორე ჯერ ზედიზე და იგივე მოძრაობა გააკეთა პაცაციამ და კიდევ ერთი ჯარიმა. მე გაგაფრთხილეთ, გითხარით, რომ მეოთხეა და რა თქმა უნდა ამ ჯარიმის შემდეგ საჯარიმო ხაზზე დადგება პაცაცია, ლევან პაცაცია. ლევან პაცაცია, რომელიც დაბადებული 1988 წელს, მისი სიმაღლე 1.98 სანტიმეტრია, მისი საშუალო ნადავლი 16 ქულა. 6.6 მოხსნა. ჩინებული შედეგია რა თქმა უნდა და მისი მაქსიმუმი ჩვენ გვახსოვს თამაშები, როდესაც მისი ნადავლი იყო 25 ქულა, ჯერჯერობით 25 ქულა არის მაქსიმუმი, რასაც მან მიაღწია ორ თამაში ესტეუსთან და სოხუმთან. და შეიძლება დღესაც აღმოჩნდეს სწორედ ამ მაჩვენებლის ავტორი. ბაბიაშვილმა ვერ გადაარჩინა ბურთი არა და ვაჟკაცურად იბრძოლა ბოლომდე, ვერ გადაარჩინა და უტევს ოლიმპის 69-38. რა თქმა უნდა, ვაჟა ოლიმპმა დღევანდელ თამაში ოლიმპი დაიპყრო. დიახ და მხოლოდ ამ თამაშით არა,
საერთოდაც ამ მოგებით პირველ ადგილზე გადავიდა და ეს უკვე რეგულარული მოგებას ნიშნავს, იმიტომ რომ ბოლო ტურია და ყველაფერი მთავრდება. ყველაფერი არა, რეგულარული ეტაპი მთავრდება და იწყება უკვე პლეი-ოფები და აი ამ მატჩების შემდეგ ჩვენ შეგვეძლება თუმცა ერთი შეხვედრა კიდე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და სამედიცინო, სამი წაგება აქვს აკადემიას, თუ მოიგებს და ალბათ მოიგებს სამედიცინოსთან, მაშინ ორივეს ეკნება 17 მოგება. მაგრამ ოლიმპს აქვს უპირატესობა ორი მატჩის ჯამში. ოლიმპმა ერთი წააგო, ერთი მოიგო, მაგრამ ქულების მიხედვით ოლიმპი დარჩება პირველ ადგილზე. დიახ. ამ ხრივ კი და შეხვდება მერვე ადგილზე მყოფ გუნდს. ანუ ოლიმპი შეხვდება თესეულს, რომელსაც გარანტირებული აქვს მერვე ადგილი, ვერავინ შეეცილება. მხარად მერვე ადგილზე. დიახ. ისევე როგორც სოხუმს. სოხუმი არის მე-7 და დიდი ვერ წინ ვერც უკან ვერ გადაინაცვლებს. დიახ. მიქელაძე და გამყრელიძე კარგი შესვლა კი განახორციელა, მაგრამ ხორცნა არ იყო ზუსტი. კარგი პასი. დღეს ფაცაცია ნამდვილად ესეთი თავისუფლად თამაშობს, საკუთარ საშუალო მონაგარსაც გადააბიჯა უკვე 19 ქულა აქვს და როგორც თქვენ ბრძანეთ ბატონო ჯამლეთ, დიდია შანსი რომ 25 ქულაზე მეტი ჩააგდოს და პირადი რეკორდი დაამყაროს, თუმცა 25 ქულა მისი პირადი რეკორდი. ამ სეზონში თორემ შარშან 41 ქულა ჰქონდა. და შარშან წინ გავიხსენოთ ცოტა შორს წავალთ. დიახ. 70-28. 32 ქულაა სხვაობა. ვნახოთ როგორ ისურის პაცაცია ჯარიმებს დათო დვალიშვილს მიმართე, რომელიც მზად არის სტატისტიკის წარმოსადგენად. პაცაცია ჯარიმებში 9-დან 7, 6-დან 4, 4-დან 3, 8-დან 4 დასრულდა მესამე პერიოდი 70-28. ნორმალურად. 100%-ით და 90-ით ვერ ვიტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნორმალურად. დაახლოებით 70%, 70-ით 28. რეკლამა. საინფორმაციო სააგენტოები სპორტ-G, სპორტალ-G და ამბები-G. გადაღები მსოფლიო სპორტი ლელო რადიოები აფხაზეთის. ოლიმპისა და არმიის გუნდებს შორის მატჩის ბედი რა თქმა უნდა გადაწყვეტილია და ბოლოს საინტერესოა თუ რა ანგარიში დასრულდება ეს შეხვედრა ჩემპიონატის ფავორიტებს საერთოდ იმ ლიდერებს შორის, რომლებიც ოქროს მედლებისათვის იბრძვიან. კიდევ ერთხელ იმის შესახებ, რომ დღეს ოლიმპს ყველაფერი მისდის, რასაც ვერ ვიტყვით არმიის შესახებ. არმიელთა კლუბის გუნდის წევრებს არაფერი არ გამოუვიდათ. მეტნაკლებად ზოგს ცოტა მეტი ზოგს ნაკლები, მაგრამ საერთო ჯამში ვერც დაცვაში, ვერც სამქულიანებში, ვერც საჯარიმებში, მოკლედ ყველგან დაჯავნეს, ყველა ნიუანსში დაჯავნეს ოლიმპის გუნდის წევრებმა. ჩვენი ამ პაუზის შემდეგ რეპორტაჟის დასაწყისში ალბათ მოისმინეთ სიტყვა იუბილე. დიახ, 79 წლის გახდა ლელო, ჩვენი საყვარელი გაზეთი. ლელო, რომლის რედაქტორი კარგახანია თენგიზ გაჩილაძეა
და ჩემს გვერდით ვაჟა სიმონიშვილია, სწორედ ამ გაზეთის სპეციალური საგალათბურთო კორესპონდენტი. ულოცავ ვაჟას, ჩინებული პასი. შესანიშნავად თამაშობს. ჯგერენაია მართალია პირველი ეფექტური ყორცნა არ დაანება მას მილოშევიჩმა, მაგრამ მაინც მოხსნა ჩააგდო 70-40. აი ხედავთ ჩემს გვერდითაა ვაჟა სიმონიშვილი და დაბლა სანდრო გოტორაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში, ათეული წლების განმავლობაში ემსახურებოდა ლელოს. ულოცავთ ლელოს 79 წლის. აქედან ვემზადებით ჩვენ 80 წლის საიუბილეოდ მომავალ წელს და რა თქმა უნდა, მინდა ყველა კომაქს ამ გაზეთის ყველა მკითხველს მიულოცო ამ ჩინებული შესანიშნავი ქართული სპორტის მემატიანის და ისტორიის გაზეთის დაბადების დღე. 79 წელი. გამოდის რომ როცა ლელომ 10 წლის იუბილე გადაიხადა, მაშინ დავიბადე მე. მეც მიულოცავ ლელოს ყველა მკითხველს. რამდენი თაობისაა, ვერ მოთulis ალბათ ადამიანი იმდენი თაობის მკითხველია. ლელოსი ახლა 71-40 ანგარიში. არ თქვა თორედა სიტყვა გამორჩეულ ბომბარდირებზე ვაჟა. ასეთი ორი ყავს ოლიმპს, 19 ქულა და 18 ქულა. 19 ქულით პაცაცია, 18 მილოშევიჩი. რა შეეხება? უკვე 21 ქულა. რა შეეხება არმიას, არმიელთაგან 9 ქულით ყველაზე მეტია ეს დაწინაურდა წივწივაძე. 9 ქულა, 8 ქულა აქვს შარაბიძეს პარღალავას. ნუ დანარჩენებს 4, 3, 2. მაგ დაცვაში კულავ ჩინებული თამაშის დემონსტრირება, პაცაცია. საყვარელიძე ჯარიმის ზღვარზე გადაურჩა ჯარიმას, ჩინებული პასი და პარღალავამ ართვა ბურთი თუ ვერ ართვა. ართვა, მაგრამ ჯარიმით. 55 ნომერია პარღალავა, ისე საჯებისთვის ძალიან მოსახერხებელი ნომერია რა. 5-5. ტევანს ხან წინიდან, ხან ვერ გადაატრიალებს და 5-5 გამოდის. 73-40, 2 წუთი გავიდა. 2 წუთი მეოთხე პერიოდის დაწყებიდან, რა თქმა უნდა, ოლიმპიო ჩინებული მოძრაობა. მილოშევიჩი 21-20. ხლა დავთვალოთ ანგარიში პაცაციესა და მილოშევიჩ შორის. მაგრამ ორივე ისეთი გუნდური თამაშის სტილის მოთამაშეა, რომ არ მგონია ეხლა საკუთარი შედეგის გამო, რომელიმე ან დააგვიანოს, ან დაინანოს, ან იზუნწოს და არ მისცეს პასი მედოხეს. ბერიშვილს პერსონალური შენიშვნა, დვალიშვილი ჯდება მის ნაცვლად. გამოდის ანდრიგაიტისი და ჩვენ მე მგონი გვაქვს დრო ჯგერენაიას საჯარიმოები ვნახოთ. ჯგერენაია გიორგი ვისაუბრეთ მის შესახებ. ჩვენი ჩინებული ვეტერანი გალადურთელის შვილი და ასევე საგალადბურთო ოჯახის წარმომადგენელი გიორგი ჯგერენაია, რომელმაც 2-დან 1 ჯარიმა გამოიყენა. ვნახოთ მისი ყველაზე მაღალი შედეგი ამ ჩემპიონატში 13 ქულა. 13 ქულა ეს იყო სოხუმთან, შემდეგ 12 ქულა თსსუ-სთან, ანუ სამედიცინოსთან და ასე შემდეგ. დღეს მისი ნადავლი 5 ქულა ჯერჯერობით, 5 ქულა. ჯერჯერობით, რადგან წინ კიდევ 7 წუთზე მეტია და ჯგერენაიას ალბათ მოუწევს თამაში, თუმცა შარაბიძეც უნდა გამოვიდეს. ჯგერენაიას მიღებული აქვს 2 პერსონალური, შარაბიძე 3, ანგარიში იზრდება 77-41, უკვე 26 ქულა. საყვარელიძე არ წავიდა, ანდრიკაიტისი. დუღუში ბერიშვილი. ამჯერად უკვე წყნარად ზიან უყურებენ, ადარებენ თვალყურს თუ როგორ დამთავრდება ეს მატჩი და გასაგებიცაა. აქ ვერც ერთი მწვრთნელი შარევა საქმეს ვერ უშველის. არ წავიდა. როგორც იტყვიან, რაკნას კარგმა მონარდება, დროზე შაში თუ არ მოვა. არ წავიდა არც ერთი ხორცნა. გინ წუთშესვენება აიღე და გინ 2 წუთიანი დაიმაუდი.
77-41 ეს ანგარიში ძალაში 6 წუთი 28 წამი და ახლა ვისაუბროთ იმის შესახებ თუ რა ხდება ევროლიგაზე. დიახ, ევროლიგაზე უკვე მეოთხედფინალის 2-2 მატჩი გაიმართა. არღალავა სამგოლიანი. შენი საუბრე მეში გადაში დიახ. კონსტატირებას გავაკეთებ ჩაგდებული ბურთების. მოულოდნელობა იყო ის, რომ თქვათ ბარსელონამ პანათინაიკოსთან შინ წააგო და ანგარიში სერიაში 1-1-ია სერიები 3 მოგებამდე, მაგრამ ჩვენ ალბათ კი არა, უფრო მეტად გვაინტერესებს ოლიმპიაკოსის თამაში, ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის თამაში, რომელშიც გიორგი შერმადინი თამაშობს და გუში ჰქონდა ზუსტად შეხვედრა ოლიმპიაკოს ეფესთან შინ და როგორც მოსალოდნელი იყო, ისეთი დამაჯერებლად გაიმარჯვა. რა თქმა უნდა, ასეთ დამაჯერებელი ანგარიში არ იყო მოსალოდნელი პირველი თამაშის შემდეგ. მაგრამ დაჯაბნა ოლიმპიაკოსი. უბრალოდ ოლიმპიაკოსი ძალიან ისეთი აწყობილი გუნდია, იგივე, მოთამაშეებს არ ჩამოთვლი, რამდენიმე წლის განმავლობაში კარგად შეკრული გუნდია და ამის ხარჯზეც და საერთოდაც რა ისეთი სწორად დაკომპლექტებული გუნდი. თუ სჭირდება მწვრთნელს მაღალ მოთამაშესთან საბრძოლველად გიორგი შერმადინი გამოჰყავს, თუ სჭირდება მწვრთნელს თქვათ ძალიან დაბალ ხუთეულს ათამაშებს შედარებით დაბალ. გუშინ შერმადინმა 11 წუთში თავი არ შეიწყვინა, მართალია ქულებით, ტრადიციული ქულებით ვერ გაგვახარა. ბევრი ვერ მოაგროვა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, ქონდა დაფარება, ქონდა ჩაჭრა, ქონდა ასისტი და სამჯერ დაჯერებდნენ მის წინააღმდეგ ამ 11 წუთში. ამასობაში ჯგერენაიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა ის რაც მოხდა რამდენიმე წამის წინ. ჯერ დააფარეს, მერე მოხსნა და ზემოდან ჩატენა ბურთი, ჯარიმასაც ისვრის. ისე რომ ოლიმპიაკოს მიულოცოთ რა. დიახ. არა, მიულოცოთ 2 თამაშის მოგება, თორე წინ კიდევ 3 თამაშია. შემდეგ ერთი დავამატებ კიდევ რომ ოლიმპიაკოსმა პირველი გაქცევა რომ მოაწყო, სწორედ იმ მომენტში მოაწყო, როცა გიორგი შერმადინი იყო მოედანზე და ძალიან სწრაფი ჩაჭრა, ქონდა ასისტი და სამჯერ დაჯერებდნენ მის წინააღმდეგ ამ 11. არა და აგებდა 8 ქულას. დიახ და ასე ყველაფერი კარგად დასრულდა და ნახოთ ახლა იმაში აქვს თურქეთში აქვს თამაში ეფესთან გასვლა, თუ ისიც მოიგო 3-0 გასვლა. იქ 2 თამაშიდან 1 თუ მოიგო ადამდე შეწყდება. თუ არა და მეხუთე ისევ იქნება ათენში ოლიმპიაკოსის მოედანზე და ისიც თქვა ვაჟა რომ შერმადინი ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, ვინც ევროლიგის ჩემპიონია, აქვს თასი და ასევე თუ მან კიდევ ერთხელ მოიპოვა თასი ოლიმპიაკოსმა. ეს იქნება სასწაული, ხო? შერმადინი 2 თასის მფლობელი იქნება. მიულოცოთ წინასწარ, თუნდაც ეს 2 გამარჯვება თურქეთის საკლუბო გუნდთან, რომლის შემადგენლობაში მრავალი სახელგანთქმული კალათბურთელია. და აქვე დავამატებ იმას, რომ ევროლიგის ფინალისტიც ყავს ჩვენ, ქართველი მარკოიშვილი, რომელიც 2003 წელს იტალიური ბენეტონის შემადგენლობაში ითამაშა და მახსოვს 2 ქულა ჩააგდო, მაშინ იყო ძალიან ახალგაზრდა მანჩარი და ფინალში აქვს ნათამაშები ბარსელონასთან წააგეს, მაშინ და სტეპანია კიდევ. ვადიმ სტეპანიასაც აქვს ნათამაშები და ამასთან იყო ერთ-ერთი საუკეთესო მე მგონი ქულებით. დიახ, ევროლიგის ოსტარის აქვს ნათამაშები სტეპანიას 98 წელს. ამასობაში ანგარიში შეიცვალა, სხვაობა არა, მაგრამ ანგარიში შეიცვალა. 80-47-33 ქულა. იქ რა ხდება ბრძოლა? იქ უფრო დაძაბული ბრძოლა. მემხედველობაში მაქვს ფაცაცია მილოშევიჩი. 23-23 ანგარიში, 23 ქულა ფაცაციას, 23 ქულა მილოშევიჩს. ჩვენ ვისაუბრეთ ფაცაციას პირად რეკორდზე, აბა ნახოთ მილოშევიჩის პირადი რეკორდი. დათო, გვაჩვენე მილოშევიჩის პირადი რეკორდი. ოცდაოთხი ქულა არის მილოშევიჩის პირადი რეკორდი, რომელიც მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ თამაში მოაგროვა. ბრუნდებიან თავარტკილაძე და თენეიშვილი. აი მილოშევიჩი უკვე უპირატესობა აქვს მილოშევიჩი ფაცაციასთან. პირად დუელში დაასვენეს ფაცაცია. ჯერენაია. რა თქმა უნდა, ქებას იმსახურებს ეს ახალგაზრდა კალათბურთელი. ძალიან
რთულ ამპლუაშია დღეს, თამაშობს გამორჩეულ ცენტრს მილოშევიჩის წინააღმდეგ და ძნელია სიმაღლით და წონით და ასევე გამოცდილებით. უფრო დამძიმებულ მილოშევიჩს ეჭიდაო, მაგრამ მან მაინც გააკეთა თავისი. 8 ქულა მოუტანა გუნდს, 8 ქულა 47-დან 8 ქულა ეს ურიგო ნადავლი არ არის. და ასევე 8 ქულით გამოირჩა მისი კოლეგა შარაბიძე. სოგი. ამორი ქულის ავტორი სოგი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მინდოდა იმის თქმა, რომ ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანია, მაგრამ სულ 5 ქულაა სოგის ანგარიზე დღეს. ცოტა საოცარია რა. ასე გვეგონა რომ იგი თამაშის ორგანიზებით აინახეთ, თამაშის ორგანიზებით პასებით არის დაკავებული და აი ეს გადაცემა, ეს შედეგიანი გადაცემა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყოჩახ სოგი, ყოჩახ ფარღალავა და ჯარიმა აკიდა მეტოკლეს. და შემოდის ლობჟანიძე. ყველაზე ახალგაზრდა, კიდევ ერთი ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი. თუ არ ვცდები მის სახელის საბა გახლავთ, საბა ლობჟანიძე, დიახ. 93-ში დაბადებული, მიქელაძე 94-ში, საბა 93-ში. ჯერჯერობით მისი ნადავლი არაფრის თქველია 1.8 ქულა საშუალოდ, თუმცა ვნახოთ მისი პირადი რეკორდი. 5 ქულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. დარჩენილია 2.29. მე არ მგონია რომ საბამ შეძლოს ამ რეკორდის გაუმჯობესება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მახსოვს თესეულსთან თუ როგორ ჩააგდო ეს 5 ქულა სულ 45 წამში თუ არ ვცდები. 3 ქულიანი ჩააგდო, ერთი და ერთი 2 ქულიანი. 86-59 საჯარიმოზე სოკია, სოკი, რომელმაც თავი გამოიჩინა იმ შესანიშნავი ლამაზი გადაცემით. და სტენ სოკი 10.4 ქულა მისი საშუალო ნადავლი. მაქსიმუმი, რაც მან შეძინა ერთ-ერთ მატჩში გუნდს, ეს გახლავთ 16 ქულა, ორჯერ 16 ქულა. დღევანდელ შეხვედრაში მისი ნადავლი 7 ქულა. სოკი, ანდერგაიდისია. მოგლეთ. ოცდახუთ ქულაზე შეჩერდა მილოშევიჩი, დაასვენეს და 25-23 დამთავრდა ეს მატჩი მილოშევიჩსა და ფაცაციას შორის, თუმცა მათ შორის დუელი არ ყოფილა პირიქით. ეს იყო ტანდემი, მეგობრული, ერთი გუნდის ინტერესების დამცველი ტანდემი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა დღეს. ორივემ ერთად 48 ქულა შეძინეს 88-დან, ეს ძალიან ბევრია რა თქმა უნდა და ამასობაში შარაბიძეს 10 ქულიანი, დიახ, 10 ქულიანის შანსი ჰქონდა და ასეც მოხდა. 10 ქულა გიორგი შარაბიძე. 90 წელს დაბადებული 2 მეტრი და 10 სანტიმეტრის სიმაღლის ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შარაბიძე, რომელიც ვალენსიას კლუბში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, ვაჟა გახსოვს მისი პირველი წლები. ევროთასზეც აქვს ნათამაშები, საკმაოდ ისეთი. ისე რომ მას აქვს საკმაოდ დიდი მომავალი და უგზუროთ რომ არა მარტო სუპერლიგაში, არამედ სხვა ლიგებში, სხვა ქვეყნების ლიგებში წარმატებითი ასპარეზობს. თავარდქილაძე, რომლის შესახებ ვისაუბრეთ, ის ყოველთვის გამოირჩეოდა შორიდან ზუსტი ხორცებით სოკი, ჩინებულად თამაშობს. შარაბიძე უკანასკნელი წამები და ჯარიმა. მეორე პერსონალური ტენიშვილი. ტენიშვილი იყეს მეორე შენიშვნას, მეორე პერსონალურ შენიშვნას საჯარიმოზე ფარღალავა. 88-51. 27 ქულა სხვაობა. 50 წამია დარჩენილი. რა თქმა უნდა, ეს თამაში არ დავიწყებათ ოლიმპის გუნდის წევრებს და ასევე არმიელებს. ოლიმპის კალათბურთელებს ამ თამაშის შედეგის გახსენება ყოველთვის ღიმილს და სიხარულს მოუგრის და პირიქით არმიელებს ჩააფიქრებს და აღონებს და შეიძლება ზოგჯერ ამბობა ხოლმე რომ შეიძლება უფრო კარგი იყოსო. ახლა მე ბოლომდე არ ვეთანხმები, მაგრამ
შიგა და შიგ დამარცხება, მაგრამ ასეთი ანგარიშით შეიძლება კარგი არა, მაგრამ ურიგო არ იყოს რომელიმე გუნდისთვის. სამქულიანი ყოჩახ საყვარალიძე. ბოლო წამებზე. და ეხლა იმასაც გეტყვით, რომ თუ დარჩენილი უკანასკნელი წამები ხდება ის, რაც არ უნდა ხდებოდეს, ჩემის აზრით, მე არ ვიცი ეხლა თამაში დამთავრებამდე იყო რამდენიმე წამი. ბოლოს ბურთს ხელი მოკიდა მსაჯმა. ბურთი გადმოვიდა, ზონური პრინციპის დაირღვა. მართალია ეს ხდება ევროლიგაში, NBA-ში, მაგრამ მე არ მივესალმები, უნდა ითამაშო ბოლო წამამდე. ყველა, რაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა ანგარიში იყოს. ნუ რას იზამ, ეს ჩვევა ტრადიცია, ამაზე ჩემზე უფრო გამოცდილი სპეციალისტები იფიქრებენ და იზრუნებენ და ისაუბრებენ. თუ დარჩენილი ორი მატჩი როგორც ვთქვით ლოგიკურად დასრულდა, პლეი-ოფებში ოლიმპი ხვდება თესეუს, არმია დინამოს, რუსთავი ქუთაის და შინაგან საქმეთა სამინისტრო აკადემიის გუნდი სოხუმს. ჩვენ დავამთავროთ რეპორტაჟი. გესაუბრებოდათ ვაჟა სიმონიშვილი მეორე ტაიმში, პირველ ტაიმში ჩემთან იყო არჩილ ჟღენტი და ჯამლეთ ხუხაშვილი. დიდი მადლობა. მადლობა. საქართველოს